დღეს თბილისში ბევრი ძალიან მაღალი რანგის სასულიერო თუ სახელმწიფო თანამდებობის პირი ჩამოვიდა პატივის მისაგებად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნისადმი. ნათიას მინდა ვთხოვ, მოკლედ მიმოიხილოს ის მთავარი შტრიხები, რომელიც მართლაც ამ გრანდიოზულ თავისი შინაარსი ძალიან დატვირთულ, ემოციურად ძალიან მძიმე და ამავე დროს ქართველი ერის კულტურული რაობისა და თვისების თვალსაზრისით მე ვფიქრობ ძალიან მაღალ დონეზე შემდგარ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის გაცილებას უკავშირდებოდა. ნათია გისმენთ. გაცილება საკმაოდ მართლაც ემოციური იყო. ახლა სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, თუმცა რამდენიმე საათის წინ ეს ტერიტორია საკმაოდ დიდ მანძილზე სავსე იყო მრევლით ადამიანებით, რომლებიც გამოსულები იყვნენ ქუჩაში და ასეთი იყო ათეულობით 1000 მოქალაქე, რომელსაც სურდა გამომშვიდობებოდა და უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა საკუთარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. რაც შეეხება ოფიციალურ ნაწილს, სიონის ტაძარში დააკრძალვის ცერემონიაზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ იმ საერო თუ სასულიერო პირებს, რომლებსაც ჰქონდათ შესაბამისი საშვები, იქ იყვნენ მაღალი იერარქები, სტუმრები, რომლებიც იყვნენ ჩამოსულები და ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ დღეს ილია მეორეზე, მის ღვაწლზე, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გამოსამშვიდობებელი სიტყვა ჰქონდა მეუფე ანანიას, მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტს, რომელმაც სინოდის სახელით გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა სიონის ტაძარში. საკმაოდ ზუსტად აღწერა ილია მეორეს მოღვაწეობა და ის კვალი, რომელიც მან ისტორიაში დატოვა. ის იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია. განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა სრული ავტოკეფალია, აღადგინა ძველი 1000-წლოვანი საეპისკოპოსო კათედრები, შექმნა მრავალი ახალი ეპარქია, ახალ ქართულ ენაზე გადმოიღო და ათარგმნინა წმინდა ბიბლია, დააფუძნა უმაღლესი სასულიერო სასწავლებლები და სხვა მრავალი და დიდი საქმე. თითქმის ნახევარი საუკუნე მქონდა ბედნიერება ყოფილიყავი მისი მოწაფე და შემდეგ მღვდელმთავარი. ეს იყო ძალზე მიზანდასახული. ის წინასწარ მოფიქრებულ გეგმებზე აგებული ქმედებით აღწევდა მრავალწარმატებას. თავისი უმთავრესი მიზნის შესახებ მან სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა 1977 წელს პატრიარქად კურთხევისას. მე მსურსო ბრძანებდა ის, გამოვავლინო ქართველი ერის შინაგანი ენერგია. მას სჯეროდა, რომ მის სამწყსოს ერს, რომელმაც 1700 წლის წინ მიიღო ქრისტეს ნათელი, უდიდესი შინაგანი ძალა და ენერგია ჰქონდა, რომელიც იმჟამად დაფარული იყო ათეიზმის მძიმე ფარდით. მართლაც მისი განუზომელი შრომით ხალხში კვლავ აღორძინდა ქრისტიანობა, ამ მხრივ მისი ღვაწლი არის სამოციქულო. მრავალჯერ ითქვა მისმა უწმინდესობამ ამ 59 წლის წინ ჩაიბარა დამცრობილი ეკლესია და ახლა ვხედავთ მისი მმართველობის შედეგად გაძლიერებულს, როგორც ფსალმუნებიშია ნათქვამი ვითარცა ორბისა, განახლდა სიჭაბუკე მისი. ჩვენ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავინახეთ, თქვენ უწმინდესობაო, გაგიშლიათ არწივის ფრთები და თქვენს ფრთებთან ქვეშე იკრებთ სრულიად საქართველოს ერს, ყველა მართლმადიდებელს, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, ყველა მოქალაქეს, დიდსა და მცირეს, ქვეყნის მმართველებს, რიგით მუშაკებს, რომელთა ლოცვა ახლოს არის უფალ ღმერთთან. თქვენ იკრებთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, სამშობლოს მცველ ჯარისკაცებს, ახალ თაობას, იმედსა და მომავალს ერისა. თქვენ ჭეშმარიტად ბრძანდებით მამა სამშობლოისა. რამდენი ახალი ეკლესია, მონასტერი, საეპისკოპოსო შემატეთ უფლის სამწყსოს, რამდენი წინაპართა მიერ წამოწყებული, მაგრამ ამჟამად დავიწყებული საქმე განაახლეთ, რამდენი სიკეთის მიზეზად იქცა თქვენი სიტყვა და ზრახვა. ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წირხვედრი ვერის, ანუ სრულიად საქართველოს მსახურება შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე. თქვენი პატრიარქობის პირველ წლებში სინას მთაზე თქვენი ლოცვა
წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ასევე თქვენი ლოცვით და შრომით დაგვირგვინდა თითქმის თანაფარდი ავტოკეფალური მოძრაობა. ყველა თქვენი დამსახურების მოწიწებითი გამოხატულება წმინდა სინოდის მიერ თქვენი დაჯილდოება წმინდა კვართის ორდენით, რომელიც არის და იქნება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველაზე უფრო საპატიო ჯილდო, განსაკუთრებული ღვაწლისა და წარჩინების ნიშანი, რომელთაც დღემდე არავინ დაჯილდოებულა. ჩვენ გლობ და ვწუხართ, რომ ამჟამად ვდგევართ სიონის ტაძარში, იმ ადგილზე, სადაც განისვენებენ ჩვენი უდიდესი პატრიარქები, თავდადებული მოღვაწეები, როგორც ილია მართალი ამბობდა, მსგავსი უდიდესი მოღვაწეების მიმართ განისვენეთ მშვიდად მათ გვერდით, თქვენ აღასრულეთ თქვენი ვალი, საუკუნო იყრავ, ხსენება შენი ღირსო ნატარებისაო, უწმინდესო პატრიარქო ჩვენო, ამინ. უწმინდეს და უნეტარესთან გამომშვიდობების ოფიციალური ცერემონია კი დღეს სამების ტაძარში დაიწყო, ზუსტად 9 საათზე დაიწყო იქ წირვა, რომელიც ჩაატარა პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომს სხვადასხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად. ამ ცერემონიას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩამოსული საერო თუ სასულიერო დელეგაციები, იქ იყვნენ ვატიკანის წარმომადგენლები, ასევე რამდენიმე ქვეყნის პატრიარქი, რა თქმა უნდა რუსეთის დელეგაცია, რომელთან დაკავშირებითაც ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ ბევრი აზრი იყო გამოთქმული და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი იყო მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი, რომელიც დაახლოებით 12 საათისთვის მივიდა სამების ტაძარში. მან მიიღო მონაწილეობა პატრიარქისთვის წესის აგებაში, მოსაყდრე შიოსთან ერთად. არ გამორჩენიათ მისი ღვაწლის შეფასება და ამ ვიზიტის მნიშვნელობა 13 წლის შემდეგ ჩამობრძანდა ბართლომეოს პირველი საქართველოში და შესამჩნევი იყო მისი ჩაცმულობაც, ის შემოსილი იყო ქართული ომოფორით, რომელზეც ბოლნური ჯვრები იყო გამოსახული. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი კადრი ასევე სიონში იყო, როდესაც რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პრეზიდენტ პუტინის პირადი წარმომადგენელი იყო საკურთხეველში შესული და პრესვიკერს ესაუბრებოდა. ეს კადრი, რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არ დარჩენია დაინტერესებულ ადამიანებს, საინფორმაციო სააგენტოებმაც მიაქციეს ამ კადრს ყურადღება და იყო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ, დაახლოებით 12 საათზე გავიდა საერთო სიგნალის საშუალებით ეს კადრი ტელეეთერში, ამის შემდეგ დაიწერა უკვე სააგენტოების მიერ ამ კადრთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე კრემლმა საკუთარი კონტროლირებადი არხების საშუალებით 1 საათში დაადასტურა პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის შესახებ და ამის შემდეგ უკვე რუსეთის ფედერაციის სექციამ შვეიცარიის საელჩოში ოფიციალური განმარტება გააკეთა ამასთან დაკავშირებით და მათ თქვეს, რომ პრეზიდენტ პუტინის პირადმა წარმომადგენელმა კულტურული თანამშრომლობის საკითხებში ჩამოიტანა პრეზიდენტის სამძიმარი საქართველოში. 22 მარტს თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მინსკის და ზასლავსკის მიტროპოლიტის ბელორუსის ეგზარხოსის ბენიამინის და რუსეთის პრეზიდენტის საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობაში სპეციალური წარმომადგენლის მიხაილ შვედკოვის ხელმძღვანელობით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოსა და ქართულ ხალხს გადაეცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამძიმარი და მხარდაჭერა. რუსეთში დიდი მწუხარებით მიიღეს უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების ცნობა, რომელიც იყო ქართული ხალხის ჭეშმარიტი სულელი ლიდერი და წარმოადგენდა ეკლესიისა და ხალხის უანგარო მსახურების მაგალითს. პატრიარქი ილია მთელი ძალებით ცდილობდა მართლმადიდებლური ერთობის შენარჩუნებას და ტრადიციული ღირებულებების დაცვას, რომელიც წარმოადგენს ქართული იდენტობის საფუძველს. მისმა მრავალწლიანმა მოღვაწეობამ მის უწმინდესობას განსაკუთრებული ავტორიტეტი და პატივისცემა მოუტანა მთელ ქრისტიანულ სამყაროში. რუსი ხალხი ქართულ ხალხთან ერთად გლოვობს.
სამების ტაძარში ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ უკვე პატრიარქის გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს პოლიტიკოსებმაც, განცხადებები გააკეთეს პრეზიდენტმა, პრემიერმა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. თქვენო უწმინდესობამ, თქვენმა მოღვაწეობამ, ქართველი ადამიანის ერისკაცული მოვალეობა და მისი სულიერი მისია ერთმთლიანობად შეკრა. სწორედ ამ გზამ განსაზღვრა ჩვენი ეროვნული სახე და დაგვანახა, როგორ უნდა ვეზიაროთ უფალთან მიახლოვების მადლს. როცა ირგვლივ სასოწარკვე დაისადგურებდა, თქვენი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი ჟამსაც კი გამოსავალი უფლისწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია. ეს დღეები ჩვენ მდგავართ სიჩუმეში, რომელიც სავსეა ლოცვით. ჩვენი წმინდა პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წარსულა უფლის წინაშე, თავისი შრომით და თავისი ღვაწლით. მისი ღვაწლი ვართ ჩვენ, მისი ერი, მისი საწყო, მისი სულიერი შვილები. უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით. ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ამ დღეებში ყველამ ცხადად ვიხილეთ. მისი ისტორია აქ არ სრულდება. ჩვენ შემდეგ გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახელს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ. პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები. წინაპართაგან წავიდა ყველა. ამ დროს შეუძლებელი არ დაგეუფლოს დაუბლების ძაფრი განცდა. ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ირჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოსთან ლოცვით გააძლიერებს ჩვენ სამშობლოს და ჩვენს დედა ეკლესიას. როდესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე, ახსენდება კიდევ ერთი სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსი. გაშალა ველი ელმანიამა და მელანდება მის წიაღში ოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში. ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება ოხუცი მამის ეს ხატება. მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას. დღეს ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ კივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენთანისთვის საერთოა. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნის და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება. მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან. ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ, მანამ სანამ მათი იდეალების ერთგულნი რჩებით. ამ ფორმით პატრიარქთან გამომშვიდობების შესაძლებლობა დღეს არ მიეცათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ისინი არ ყოფილან ოფიციალურ სტუმრებთან შორის. ოპოზიციის ლიდერები იყვნენ ქუჩაში მრევლთან ერთად და მონაწილეობდნენ პროცესიაში, რომელიც სამებიდან სიონის საკათედრო ტაძრამდე გაიმართა. უსამძიმრებს სრულიად საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. ეს არის, ვიტყოდი, ერის თანხმობის, ერის ერთობის დღე, რომელიც შეძლო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მისმა უწმინდესობამ მილია მეორემ. მე ვისურვებდი, რომ ეს ერთიანობის ის გამოხატულება, რომელიც ახლა ამ წუთში აი აქ არის და სრულიად საქართველოში არის, იყოს დიდი ფუნდამენტი აღშენებლობის, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქვეყანას. დღეს განსაკუთრებით იგრძნობა, რომ თითქოს ქართველი ხალხი დაობლდა, საქართველო დაობლდა და ამისი განცდა არის ძალიან მძიმე. თითოეული ადამიანისთვის მიუხედავად მისი რწმენისა, აღმსარებლობისა, ჩვენ ნახეთ, როგორ დააფასა მთელმა მსოფლიომ მილია მეორე, როგორც გამორჩეული ფიგურა, ადამიანი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ზრუნავდა ერის სულიერი განვითარებისათვის. ასეთი იყო დღევანდელი დღე, საკმაოდ ემოციური, ბევრი ცრემლით. ილია მეორე დასრულებულია დაკრძალვის ცერემონია. ის სიონის საკათედრო ტაძარში მეცხრე პატრიარქია, რომელიც საბოლოო განსასვენებელი აქ არის. ნათია ტრაპაიძეს დაამშვიდობოთ, ის სიონია მის ფონზე, სადაც უკვე განისვენებს მისი უწმინდესობის ნეშტი.